მუსიკის თეორია პრაქტიკაში 1 ლექცია 10 ნაწილი 4. იმას გადაბმულად თუ წყვეტილად შესრულდეს ნოტები არტიკულაციის ნიშნები ეწოდება. ესენია პირველ რიგში ლეგატო და სტაკატო. პირველი ნოტების გადაბმულად, ხოლო მეორე მათ წყვეტილად დაკვრას აღნიშნავს. ორივესთვის სპეციალური სიმბოლო იხმარება. ლეგატოსთვის ესაა ნახევარკალი ნოტების ჯგუფის თავზე ან თავქვეშ, ხოლო სტაკატოსთვის წერტილი ცალკეული ნოტის თავზე ან თავქვეშ. ამ სლაიდში მოცემულია ორი ილუსტრაცია. ერთი გაჩვენებთ ლეგატოს აღნიშვნას, ხოლო მეორე სტაკატოს. ამ ორ ჩანაწერში კი შეგიძლიათ მოისმინოთ არტიკულაციის ეს ორი ხერხი. აქ მოყვანილია იოჰან შტრაუსის საორკესტრო პიესა პიციკატო პოლკა, რომელიც სტაკატოს მშვენიერი მაგალითია და ასევე სამიუელ ბარბერის ადაჟიო, ეს არის მისი სიმებიანი კვარტეტის მეორე ნაწილი, ამ შესრულებაში კამერული ანსამბლი უკრავს მას და ეს არის ლეგატოს კარგი მაგალითი. შემსრულებლის გარეშე მუსიკა მუნჯია. წიგნისა და მხატვრობისგან განსხვავებით, მუსიკას შუამავალი სჭირდება, რომელიც ქაღალდზე ჩაწერილ სანოტო სიმბოლოებს ბგერებში გადათარგმნის. რაც არ უნდა ზუსტად იყოს მითითებული შესრულების წვრილმანები, შემსრულებელს მაინც რჩება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მათ ინტერპრეტაციაზე. მაგალითად, რაც ხმამაღალია საკონცერტო დარბაზში, ზედმეტად ხმამაღალი იქნებოდა პატარა ოთახში. ამავე დროს, ნებისმიერი კარგი შემსრულებელი ცდილობს რეალურ ხმოვანებაში განახორციელოს კომპოზიტორის მიერ ჩაფიქრებული მუსიკალური იდეები და ამ მხრივ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა კომპოზიტორი, მით უფრო უადვილებს ის საქმეს შემსრულებელს. ბეთჰოვენის 23 საფორტეპიანო სონატა, ანუ აპასიონატა, მოვიყვანე აქ როგორც მაგალითი. მისი ფინალი მეტად განსხვავებულად ჟღერს რუსი სვიატოსლავ რიხტერის და ინგლისელი ალფრედ ბრენდელის შესრულებაში. რიხტერის ტემპი უფრო სწრაფი და შესრულება უფრო დრამატულია. ბრენდელისა კი უფრო თავშეკავებული. ერთი და იგივე პიესის ასეთი განსხვავებული ინტერპრეტაცია ორი დიდი პიანისტის მიერ ტემპის, დინამიკის ასეთი განსხვავება გვაძლევს ძალიან განსხვავებულ ასევე ინტერპრეტაციას და თამაშობს ძალიან დიდ როლს მუსიკის საერთო ხასიათის ჩამოყალიბებაში. ეხლა შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი ლექცია. ტემპი ნაწარმოების შესრულების სისწრაფეს ნიშნავს. მუსიკაში ხშირია მკაცრი ტემპიდან მოკლევადიანი გადახრა, რასაც აგოგიკა ეწოდება. დინამიური ნიშნები სპეციალური სიმბოლოებია, რომლებითაც ბგერის სიძლიერე აღინიშნება. არტიკულაცია გვაჩვენებს გადაბმულად თუ წყვეტილად უნდა იქნას შესრულებული ნოტები. როგორც ტემპი, ისე დინამიური, აგოგიკური თუ არტიკულაციის ნიშნები უმეტწილესად იტალიური ტერმინებით აღინიშნება. ყველა ეს ელემენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მუსიკალური ნაწარმოების საერთო ხასიათის შექმნაში. დიდია შემსრულებლის როლიც. იგი შუამავალია, რომელიც კომპოზიტორსა და მსმენელს შორის დგას და თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს ამა თუ იმ მუსიკალურ ნაწარმოებს. შემდგომ 3 სლაიდში მოცემულია ცხრილი, რომელშიც შესულია ზოგიერთი მნიშვნელოვანი ტემპი და საშემსრულებლო ტერმინი.